მადლობა თქვენ. მომენატრეთ ძალიან, მე ბოლო 3 წელიწადია საქართველოშიც უკვე ემიგრაციაში ვიმყოფებოდი. იქაურობა საერთოდ არ გავდა არაფერს ქართულს. თქვენ ვიდევნებოდი, თქვენ ძალიან კარგად იცით ბოლო დროს თქვენს გადაცემებში რომ ვიღებდი მონაწილეობას. ზუსტად ამის გამო გამასამართლა წმინდა სინოდმა, ეგრეთ წოდებულმა წმინდა სინოდმა და ზუსტად ამის გამო გამომიტანა ის განაჩენი, რაც გამომიტანა. ამიტომ ის რაც ხდება დღეს საქართველოში ქართული ოცნების სახელით საერთოდ არ არის გასაკვირი. მე უარესებსაც ველოდები უბრალოდ იმის გადაბრალება ემიგრანტებზე, რომ ისინი არიან მოღალატეები და არიან უსამშობლოები, არის აბსოლუტურად უსინდისობა და უნამუსობა, რადგან მე ვიცნობ ემიგრანტებს, მე დიდი ხანი არა მაქვს გამოცდილება საემიგრაციო ხაზის. 4 თვეა სულ რაც აქ ვარ, მაგრამ მე ვიცნობ 20 წელი ვინც აქ იმყოფება, პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ ინგა. საკუთარ თავზე ამბობენ უარს და იმ შემოსავლებით, ყოველდღიური ჯოჯოხეთური გზის გავლის მიერ მოპოვებული შემოსავლებით, ქართული ოჯახების შენარჩუნებას ფიქრობენ, კრედიტების დაფარვას ფიქრობენ და ყველაზე მტკივნეული ის არის, აქ არიან არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მე კანადიდან შემოვედი ამერიკაში, რადგან კანადაში პრობლემები შემექმნა. იტუშკების მიერ იქაც ყავს ქართულ ოცნებას თავისი ხალხი, რომლებიც ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და არ უნდოდათ რომ მე კანადაში მყოფილიყავი და მე გავხდი იძულებული რომ გადმოვსულიყავი ამერიკაში, რადგან ვთვლი რომ დღეს ჯერ კიდევ ამერიკაში ადამიანის უფლებები ჯერ კიდევ არის დაცული, განსხვავებით კანადისაგან, სადაც მემუქრებოდნენ განსაკუთრებით ერთ-ერთი სასულიერო პირის, ეგრეთ წოდებული სულიერი შვილები და ამას ვდრომობა და აუცილებლად დავასახელებ თუ როგორ ძალადობდნენ ჩემზე. მე ემიგრაციაში მამა გარდამეცვალა ინგა. სულ რაღაც 15 დღეა მამა ჩემი მიწას მიაბარეს ისე რომ მე ვერ ჩამოვედი საქართველოში და უკანასკნელ გზაზე მამა ჩემი ვერ გავაცილე. იმიტომ რომ გარდა იმისა რომ თანხები არა გვაქვს, ჩვენ ჯერ ფეხზე მყარად ვერ ვდგავართ, საბუთები არა გვაქვს წესრიგში და წინ და უკან სირბილი ასე შეუძლებელია, რადგან მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული ჩვენი გადაადგილება, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი თვე მაინც ემიგრანტებმა რომ თავი შეიკავონ და თანხები არ გადააგზავნონ საქართველოში, რა მოხდება და ღირსებიც იქნებიან ქართველები, ვინაიდან ემიგრანტებზე მეტად გული უნდა შესტკიოდეთ ქართველებს, როცა ასე იჩაგრებიან ემიგრანტები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც და აქაც მოგწოდა ბიძინა ივანიშვილის დიქტატურული ხელი და აქაც არ უნდა ის ქართველების არსებობა, რომ ასე აქედან შევძლოთ ჩვენ ქართველებს დავიხმაროთ და ჩვენს ოჯახებს ხარში დაუდგეთ, რადგან ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი და თავისუფალი ნება. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი და მე მოუწოდებ ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს პირადად მე ვაპირებ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანოს არჩელი. ეს არის ჩემი ლეგიტიმური უფლება დავიცვა ჩემი ხმა, რომ მქონდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აპირებთ საკონსტიტუციაში შეიტანოთ არჩელი. აუცილებლად, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ბოლო 4-5 წელიწადი არჩევნებით არაფერი იცვლება ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი სინდისის წინაშე, ადამიანობის წინაშე, საკუთარი ერის წინაშე ვალი რომ მოვიხადო, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მივიღო. ამასთანავე მინდა ვისარგებლო შემთხვევით თქვენი ეთერის მეშვეობით და მე მინდა იმ ეგრეთ წოდებულ მრევლსაც მოუწოდო. დღეს თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოხდეს, აუცილებლად პასუხი უნდა მოვთხოვოთ შიო მუჯირს, რომელიც უპირობოდ ემონება და ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს და ხელისუფლებას, რომელსაც არ აინტერესებს ემიგრაციაში მყოფი ქართველი მოსახლეობის ბედი და მომავალი, რომელმაც დაიწყო რეპრესირება ჩემი მეშვეობით ქართულ ეკლესიაში და პირველი მე ვარ და ვარ ამაყი და ბედნიერი რომ რუსულ რეჟიმს და რუს ეგზარქოს მე უნდობლობა გამოუცხადე, წინააღმდეგობა გაუწიე ქართულ ეკლესიაში და ამის გამო მან გამასამართლა და გამიყენა საემიგრაციო გზა. ჩვენ ყოველდღიურად გავდივართ გოლგოთას, მაგრამ მადლობა უფალს რომ ეს გოლგოთა არის იმის მანიშნებელი, ჩვენ არასდროს არ დავემორჩილებით რუსულ ეკლესიას და ყოველთვის გავუწევთ წინააღმდეგობა, სადაც არ უნდა ვიყოთ. შიო მუჯირის დავალება იყო რომ გავჩუმებულიყავი, მაგრამ მან გადაწყვიტა ვითომ ჩემი გაჩუმება, ჩემი განიარაღებით, მაგრამ ამით უდიდესი
თავისუფლება მომანიჭა თუ ქართული ეკლესიის ამბიონიდან ისმოდა ჩემი ხმა დღეიდან უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაისმება ჩემი ხმა მე აქ ადგილობრივ უცხო ორკესტრთან თანამშრომლობ მთელი მსოფლიო გაიგებს რომ ქართულ ეკლესიას მართავს რუსი ეგზარქოსი რომლის გადაწყვეტილებით ვინც კი ოპოზიციაშია ქართულ ეკლესიაში და ევროპულად მოაზროვნე ყველა განაიარაღოს ამიტომ სანამ ხალხი დონს არ მოეგება და არ მიხვდება იმას რომ დღეს ეკლესიას მართავს კრემლი და შიო მუჯირი ეს არის დუგინის და პუტინის ახლო მეგობარი რომელიც ასრულებს რუსულ დავალებას და სანამ ერს არ მოუნდება ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიოს მანამდე ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები არ ერთი კითხვა შეიძლება რომ დაგისვათ აი ეხლა რას აკეთებთ ანუ აქ თქვენ ბრძანეთ რომ ფულიც კი არ აქვს ხშირ შემთხვევაში უამრავ ადამიანს ვინც ემიგრაციაში ცხოვრობს რომ ჩამოვიდეს და ეხლაც ჩემს გარემოცვაზე მაქვს საუბარი ჩემს მეგობრებზე ჩვენც შეგვემთხვა ასეთი რამ 2-3 დღის წინ გარდაიცვალა ქალბატონი რომლის შვილიც ვერ ჩამოვიდა უბრალოდ ემიგრანტია და საბუთების პრობლემა ჰქონდა და ანუ მან იცოდა რომ ჩამოსულიყო უკანის ვეღარ დაბრუნდებოდა და შვილები ყავს სარჩე მოკლედ ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო ერთი კითხვა მაინტერესებს ალბათ ბევრს გაუჩნდებოდა ეს კითხვა ეხლა რას აკეთებთ რითი ხართ დაკავებული მან რითი ირჩენთ თავს ანუ აი რაცა მე სულ ვამბობ ხოლმე აი ძალიან ბევრი ადამიანის გახსენება შემიძლია მაგრამ მაგალითად მინისტრი რომ იყო კობა სუბელიანი და დღეს რომ მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევა ძალიან ხშირად მინდა ხოლმე ამაზე ვისაუბრო და კობა არაა ერთადერთი რომელსაც უმძიმესი ფიზიკური შრომა მოუხდა განსაკუთრებით პირველ ეტაპზე როდესაც ის აღმოჩნდა ემიგრაციაში ანუ ესეთი ბევრი მაღალი ყოფილი თანამდებობის პირი ვიცი ხო კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი და ასე სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თქვენი კონკრეტულად თქვენ დღეს რითი ირჩენთ თავს თქვენც ასევე დიდი მრავალრიცხოვანი ოჯახი გყავთ ხო და ბუნებრივია ეს კითხვა გამიჩნდა უნდა დიდი მადლობა ამ კითხვისთვის მე ძალიან კარგი ერთგული მეგობრები მყავს ემიგრაციაში ბოლო 3 წელიწადი პრაქტიკულად მათ მხრებზე ვიყავი მეც ისევე როგორც მთელი საქართველო იყო ემიგრანტების მხრებზე და მეც მათი წყალობით და დახმარებით ცხოვრობდი თუმცა ეს უკვე დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო რადგან მათ სხვა პირადი ვალდებულება და პასუხისმგებლობა აკისრიათ ერის წინაშე ოჯახების წინაშე ბანკების წინაშე და ასე შემდეგ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი იძულებითი ნაბიჯი იყო რომ ჩამოვსულიყავი ვერ ხვეწები ჩემს მეგობრებს პირდაპირ გეუბნებით ამ საქმებლებს ვთქვობ ძალიან რომ მე დამასაქმო და სადმე მოხუცთან შემიშვან იქნებ რომ მოხუცს დავეხმარო მოხუცთან ერთად ვიცხოვრო და ამით იქნება შემოსავლები გამიშდეს რომ ჩემი შვილები გადავარჩინო და აქედან დავეხმარო ჩემს შვილებს ჩემს ოჯახის წევრებს ახლობლებს მეგობრებს გარდა ამისა ვიდრე მოხუცი გამოჩნდება დღეს მე ტაქსიზე ვზივარ იმიტომ რომ თავი გავიტანო ოჯახსაც დავეხმარო მაგრამ იმის გამო რომ ჯერ საბუთები არა გვაქვს ძალიან რთულია თავის გატანა ამ პირობებით აქ დარჩენა ასეთ თითქოს შეუძლებელია გაგრძელდეს თუმცა თქვენ იცით რომ უკან ყველა გზა ჩახსნილია გზები გადაკეტილია ხიდები ჩამწვარია ეს ყველაფერი გააკეთა რეჟიმმა სისტემამ რომელიც გვიმტკიცებს რომ ძალიან დიდ დემოკრატიული გზებით მიდის საქართველო თუმცა ეს არის რა თქმა უნდა სიცრუე წყნარი ტყუილი მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი პივნეული თემა არის ის როდესაც აქ ჩამოვედი ინგა ახლოდან დავინახე შორიდან გვესმის რომ ძალიან რთულია საემიგრაციო გზა მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე ამას არ გამოსდი ვერ დარწმუნდები რომ ეს ასეა უნდა გამოსადო საკუთარ თავზე და მე აქ დავინახე უკარგესი უკეთილშობილესი უნიჭიერესი ადამიანები ერის ყველაზე დიდი ტრაგედია და დეგრადირება მდგომარეობს იმაში როდესაც უცხოეთში არიან ასეთი ნიჭიერი ხალხი რომელიც შეიძლებოდა თავრობას გამოეყენებინა ქვეყნის ამშენებლობისთვის და ამ დროს ხელისუფლების სათავეში დგანან უბირები, უბიცები, სრულიად გაუნათლებლები, უციგნურები და ყველაზე მთავარია ეხლა, როდესაც პრეზიდენტად ყავს ყაველაშვილი და აქ პროფესორები, პედაგოგები, იურისტები, სასულიერო პირები, დევნაში ვიმყოფებით, ზუსტად ეს არის დღევანდელი დიქტატურის ყველაზე კლასიკური მაგალითი და შედეგი. ამიტომ მე მინდა ყველა ემიგრანტს გამხნევება ვუსურვო, გავაძლიერო ჩემი სიტყვებით და
ჩვენ აქედან რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ არამხოლოდ იმისათვის რომ ამ უსამართლობას არ შევეგოთ, არამედ იმისათვის რომ ძალიან მალე ვნახოთ უმოკლესი გზები სამშობლოში დაბრუნების. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. რამე ხომ არ დაგჭათ კიდევ სათქმელი, რადგან ეს სათქმელი ბევრია, მაგრამ სხვა დროსაც შეგერთებით და შემდგარი პირველი ინტერვიუა ჩვენ შორის. დიდი მადლობა.